მე სტუმრა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე და ვარ ესე ნაციონალური მოძრაობის ხმალამოღებული მიმდევარი წევრი დამქაში კი ბატონო და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იმ დროს უკეთესი ვერიშოვეს მე თუ მოვიდა და აბაო სადახარო ერთიო რა ჯერ ეგრევე იმეთი რაღაც დაგდებული დამოკიდებულებით ანუ პატიმართან შემოდის ადამიანის უფლებათა სადახარო აბა ერთი სადახარ დამენახე და რაღაც ჯერ დამოკიდებულება და ეგრევე უთხარი მეთქი რა გინდა მეც ერთ რატომ მოხვედი და არაო მე ხო იცი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვარო და შენი მდგომ ხო და მეთქი მაშინ აი ნაცემი ვარ ნაწამები ვარ ესე მდგომარეობაში ვარ უყვე ხო ხარ ადამიანი ეხლა გეთქი გააყენებ საქმის კურსში რომ მიხვიდე და მოახსენო შენ პარლამენტს შენი სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულო და მოუყევი ყველაფერი ესენი რაც ხდება და მიყურებს და იცი რას გეტყვიო შენო საცემი ხარო და მაგიტომაც გცემესო დიახაც საცემი იყავიო შენ ახალაიაზეო ბიჭო შენო ხმასო როგორ იღებო პატრიოტებზეო ქვეყნისთვისო რო რაღაცა მიშაზეო შენ ხმას როგორ იღებო მიშა რო არ ყოფილიყო ქვეყანა აღარ გვექნებოდა და ქვეყანა წვდიადიდან გამოიყვანდა ის თავისი რაღაცა სისულელეები და გავოგდი მეთქი შენ სხვა ხوار მეშლება მეთქი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ხო ხარ და მოდი ხარ და ნაცემ პატიმარს მეუნები რომ და ღირსი ვიყავი და კიო ეგრე იყო ღირსი იყავი და საცემი იყავი მეთქი რაღა უნდა შევედით მეთქი რა იმას უთხარი არ მინდა მეთქი რა ამასთან ლაპარაკი მეთქი რა ნუ დავახურე იქ რა თქმა უნდა კარგად თავზე გავეცი მაგის პასუხი რომ ვინც იყო და რაც იყო უთხარი მაგრამ ნუ აღარ მინდოდა უკვე ეს დისკუსია იქ რა მეთქი შემიყვანეთ მეთქი კამერაში აღარ მინდა ამასთან ლაპარაკი მეთქი ეს არის ჯალათი მეთქი ჩვეულებრივი რა და ნევრების მოსაშლელად არის აქ მოსული თქო ჩემი